მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებელო, დავიწყო მთავარი სპორტული ამბების, დავიწყოთ იმით განხილვა პირველ რიგში, რომ დღეს როგორც მოგეხსენება პარი სენ-ჟერმენის მეორე მატჩის ტურის მერე წააგო 0-1 და იმის შედეგად 3 ქულავს კვალ ჯგუფში და მადრიდის ატლეტიკომ კი მოგება შეძლო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა მეორე ტურის ასე დაასრულა სასურველი შედეგით და მეორე ტურის შემდეგ 3 ქულავს პარი სენ-ჟერმენმა, რა თქმა უნდა, 3 ქულავს ორივე გუნდი ერთდროულად გამართავს ამ მატჩს 23 საათზე თბილისის დროით, ჩემო არხის მენელებო, რომელიც პირველი არხი შემოგთავაზებს პარი სენ-ჟერმენს თამაშს და მეორე მატჩი რაც შეეხება სპორტი პირველი არხი შემოგთავაზეს, საზოგადოებრივი სპორტი პირველი არხი შემოგთავაზეს. ეხლა კი რაც შეეხება ჩემო არხის მენელებო, ასე გამოიყურება თქვენ არჩევანზე იქნება ამ ორი მატჩის ეს ორი მატჩი, რომელზე შეჯერდებით და რომელს მიანიჭებს უპირატესობას პარი სენ-ჟერმენის მატჩის 23 საათზეა თბილისის დროით და მადრიდის ატლეტიკოს თამაში კი 23 საათზეა თბილისის დროით. ჩემო არხის მენელებო და ჩემო კეთილო ხალხო, პრინციპში იმით მინდა დავასრულოთ დღეს კიდე ერთი სიახლეა დილის 5 საათზე თბილისის დროით ინტერ მაიამს უკვე მოგების შემთხვევაში 7 ქულა დაუგროვდება და შანსი ექნება ჯგუფიდან გასვლის. რა შეეხება პორტოს მეორე ტურის მერე 1 ქულა და პორტო უკვე ინტერ მაიამის და მის მეტოქეზე იქნება დამოკიდებული, რომ მცირე შანსი დაიტოვოს ჯგუფიდან გასვლის, რომელიც დილის 5 საათზე უკვე შემოგთავაზებს საზოგადოებრივი პირველი არხი. ჩემო არხის მენელებო და პრინციპში ძალიან საინტერესო თამაშები გველოდება. ეხლა კი რაც შეეხება მე მინდა პროგნოზი გავაკეთო. ძალიან დრამატული მატჩი შეიძლება ორივე ვიხილოთ პრინციპში და დაძაბული, ასევე შეიძლება გადამავალი უპირატესობით დაიწყოს ორივე გუნდმა და პრინციპში იმის შემთხვევა არის, რომ პარი სენ-ჟერმენს შანსი აქვს, რომ ჯგუფიდან გავიდეს. ეხლა კი ჩემო არხის მენელებო, მადლობა ხალხდაჭერისთვის, მოსმენისთვის და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ, რათა ბევრ საინტერესო ამბებს და სიახლეებს გაგაცნობთ.